ვაგრძელებთ პირდაპირ რეპორტაჟს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, სადაც წუთიწუთზე დაიწყება მატჩის მეორე ტაიმი, წლევანდელი სეზონის მთავარი შეხვედრა, ევროპის 1000-ის გათამაშების ფინალური მატჩი, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე წრის შესარჩევი შეხვედრა. მატჩი, რომელმაც ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ამთავითვე გეტყვით, რომ 16-9 არის ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლო ტაიმის შემდეგ, ხოლო ის, რომ დღევანდელი მატჩის გამარჯვებული ევროპის 1000-ის მფლობელი წმინდა ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი ხდება და მსოფლიოს გაისად სათამაშო თასის გათამაშებაში ამ გამარჯვებულმა გუნდმა C ჯგუფში უნდა მოიპოვოს თამაშის უფლება, სასურველ ჯგუფში ჩვენი მიზანიც ხო ეს არის, ხოლო დამარცხებული D ჯგუფში იასპარეზებს. ასე რომ 16-9 და ველოდებით დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს მე სწრაფად ჩაგიკითხავთ იმ შემადგენლობას, რომლითაც დაიწყეს ნაკრები და დაიწყეს დღევანდელი შეხვედრა. მატჩის მონაწილეებმა ამრიგად მიხეილ ნარიაშვილი, 1-2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 დავით ზირაქაშვილი, მან გაიტანა დღევანდელ შეხვედრაში ჯერჯერობით ერთადერთი რელო, 4 კოტე მიქაუტაძე, 5 ლევან დათუნაშვილი, 6 ვიტო კოლელიშვილი, 7 მამუკა გორგოძე, 8 დიმიტრი ბასილაია, 9 გიორგი ბეგაძე, 10 ლაშა ხმალაძე, 11 თამაზ მჭედლიძე, 12 მერაბ შარიკაძე, 13 დავით კაჭარავა, 14 გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, 15 მერაბ კვირიკაშვილი, ასე რომ 16-დან 5 ქულა ზირაქაშვილის ანგარიშია, დანარჩენი 9 კი მერაბ კვირიკაშვილისა გარდასახვა და ჯარიმები. 3 ჯარიმა გაიტანეს ჩვენმა სტუმრებმა და უფრო ზუსტად ფლორინ ვლაიკუმ მათმა მეათე ნომერმა. მიხეიცა ლაზერი ნომერი 1-2, ანდრეი რედოი 3, პაულიკა იონი 4, მარიუს სირბე 5, ვალენტინ პოპილნარი 6, ვიორელ ლუკაჩი 7, მიხაი მაკოვეი გუნდის კაპიტანი 8, სტელიან ბურჩა 9, ვალენტინ კალაფეტიანო 10, ფლორიან ლაიკუ 11, იონუც დუმიტრუ 12, რობერტ დასკელუ 13, ჩობა გალი, რომელიც პირველ ტაიმში 10 წუთით იყო გაძევებული მინდვრიდან, ყვითელი ბარათი 14, ბედელინ ლემნარო 15, კოტელინ ფერკუ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ, ზელანდიელი მილტონ ჰეიგი, ჩვენი სტუმრებისა უელსელი სპეციალისტი ლინ პაუელი. დღევანდელი შეხვედრის არბიტრი ინგლისელი მსაჯია ლუკ პირსი, ხოლო თანამსაჯები თიმ ვიგლას ვორსი და კევინ სტიუარი, მატჩის კომისარი იტალიელი როსანო პაჩოლი. ველოდებით საჯის სასტვენს დაიწყება მეორე ტაიმი ამ უაღრესად საინტერესო და დაძაბული შეხვედრისა. დიახ, მოგებული იგებს ყველაფერს, წაგებული კი მხოლოდ და მხოლოდ სოფლიო თასზე თამაშის უფლება, რომელიც მათ 2 ტურით ადრე მოიპოვეს, ისევე როგორც ჩვენ და D ჯგუფში ასპარეზობას. მეორე ტაიმს ჩვენ ვიწყებთ, შევუდგებთ მარჯვნიდან მარცხნივ ჩვენს ეკრანებზე. ანუ პროსპექტისკენ და მერაბ კვირიკაშვილმა დაარტყა ის პირველი. აი მზისკენ დაუთხა ზუსტად მარჯვნიდან ჩვენი შეკინება იქ დაარტყა. რუმინელებმა აიღეს, მოლი შექმნეს და აგორებენ იქიდან. ეს გუნდები დღეს მე-18 ხვდებიან ერთმანეთს. პირველ 17 შეხვედრაში ანგარიში თანაბარია 8 ჩვენ მოვიგებთ 8 ჩვენმა სტუმრებმა, ერთი მატჩი შარშან გახსოვთ ალბათ ჩვენი რეპორტაჟიდან ბუქარესტში დამთავრდა ფრედ 9-9. რუმინეთმა იყო ჩაღაი გადაყრაზე, გამოიტანა დაგვიტყა მარჯვნივ. ხმალაძეს აქვს ზეორში, ანას დაუბრუნა. ისინიც დაარტყამენ, აგერ ლაიკუმ დაარტყამენ და დიდი პიკ-პონკი გაიმართა, აგერ 50 წამიას პიკ-პონკი გრძელდება და კვირიკაშვილი ახტა, აიღო და შებოჭეს. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თამაში, ისეთი როგორიც პირველ ტაიმში და მის ბოლო 20 წუთში ვითამაშეთ და რუმინელები კი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ყოველთვის ფეხით დაკიდონ ბურთი და თქვენ არ მოგცენ თამაშის გასვლის საშუალება. ეს მათი ტაქტიკაა, ჩვენ კი ჩვენი თამაში, ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ დღევანდელ შეხვედრაში პირველი ნომრები.
ჩვენ უნდა გქონდეს, ჩვენ უნდა შევუწიოთ, ჩვენ უნდა მოვუწიოთ. და ბოლოს დაჯარიმდნენ. აი ამდენჯერ ხან აქე დაარტყეს, ხან იქ დაარტყეს, ხან მეკომ დაიჭირა და მერე წააქციეს, მაგრამ ეხლა მეკო რო ახთა, ჰაერში ჩამოაგდეს და ამიტომ ეგ ჯარიმა და შეიძლება ყვითელი ბარათის, მაგრამ ერთი ყვითელი ბარათი მიღებული აქვს და ეხლა რაღაც დიდი აღმაშფოთებელი არ იყო და მეკოს არაფერი არ თქვენია, ძალიან აწვო თქვა და ყოველშობი ყვირილი არ მოურთია, როგორც რუმინელმა მორთო, როდის იყო 2000 წელს და ყვითელი ბარათი მიგვაღებია, ვიორიან თავის ლებში. ჩვენ არ გვირევართ. ეროვნულზე რო გაიმართა ის მატჩი. ორი რელო რო დავდეთ, ორი ჩვენ და ორი ჩვენ მას. მილტონ ჰეიგი თქვენს ეკრანზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავის ასისტენტებს აძლევს რაღაცა დავალებებს. ჯერჯერობით ცვლილება არც ერთ გუნდში არ არის. მე მგონი არ ვწდები, იმავე შემადგენლობით თამაშობენ როგორც დაიწყეს დღევანდელი მატჩი. შეცვლები ზადღაცოც წუთის შემდეგ დაიწყება. რუმინელებმა უნდა და მარტო ჩვენ უნდა ავაგდოთ ახლა აუტი, ჯაბა ბრეგაძე მააგდო და რუმინელებმა მოგვიგეს. პირველ ტაიმში ჩვენც მოვიგეთ რუმინელების მიერ აღებული აუტი და რუმინელები ცდილობენ ახლა უპირატესობის მოპოვებას. მიხაილ მაკოვეი გუნდის კაპიტანი იქ მოკლეზე გადაკიდეს და პირადად ჩაგვივა და ხელში ჩვენც დაუბრუნეთ იქ და ძალიანაც კარგად აუტი იქ აღმოსავლეთ ტრიბუნებთან გუნდმა გადაკეთა. იმის ხაზი თუ არ ვწდები ლაშახმალაც. შენ მანდარიდებოდა კამპუტია ხუდი, ჩამკუტია ხუდი. შეიძლება მაშინ გვირიკაში ვერ გეტყვის. რანჯი ხაუელს გვაჩვენა. რუმინელთა თავად ნოს. უელსელი სპეციალისტი აუტი. ძალზე ტუტუცურად დაარტყეს თავიანთ დაცვიდან ეგრე გამოსვლა ძნელია. შეიძლება აი ჩიფსმა გააკეთოს ზელანდიის კლუბმა და ეგ აიღონ. მაგრამ ამათ რა გოგო გააკეთეს ყველა ვნახა. რედოი მააგდო, სირბემ მოიგო. თავისავე ნახევრიდან ისევ ფეხით დაარტყეს, რა თქმა უნდა, ეს მათი ტაქტიკაა დღევანდელ შეხვედრაში და დაარტყეს აუტში. გამოიტანეს იქიდან ბურთი, რაც თავში მათ შეცნომას მოყვა. აი ეს აქტიური გულშემატკივარი. შესვენებაზე კი რა მოხდა? შესვენებაზე მოხდა ის, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები შემოვიდა მწვანე მინდორზე და ფეხზე ამდგარი სტადიონი უდიდესი ოვაციით შეხვდა ჩვენ წყალბურთელებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვეს პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში. ამასობაში აუტი მოვიგეთ, გავათამაშეთ რუმინელთან ნახევარზე ვართ. და ხუთკაციანი აუტი იყო და გამოვიტანეთ, ახლა შტრიქთან არის თამაში, 40 მეტრი რჩება ლელომდე, მიქაუტაძე, იქვე არის დათუნაშვილი. გამეორებაზე ვნახეთ, რომ ლელოში დათუნაშვილს გაუკეთებია ბოლო გადამწყვეტი პასი ხმალაძის მერე, არ უნდა დაუკარგოთ პასი სხვა წლი. აგერ მარჯვნიდან გადმოვიტანეთ მარცხნივ, ახლა ისე მარჯვნივ მივდივართ და იქ როჩატუშა და ძალიან კარგი შეტევის პოზიცია გვაქვს ახლა. შესანიშნავია. ჯაბამ რა გადასარევათ იარა ბრეგვაძემ და მერე თლათ კარგავია მიცა თაზონჭელიას, მაგრამ მე მგონი რუმინელებმა წაარტყეს ხელი ბურჩდა. ან ჩვენი შერკინება, ან ჩვენი ის შეტევის ზოლიც ისე იყო შემცირებული, რომც მიეცა ალბათ გადააგდებდნენ კიდის წასიკით. აი ნახოთ გამეორებით. ფერკუ ჩაჭრა. აუტის მოსაწოდებლად ვემზადებით, ტრანსლაციას წარმოგიდგენთ ლუდი ნატახტარი. 46 წუთი საქართველოს ამარცხებს რუმინეთს 16-9. და გადის მსოფლიოთასის იმპულსში, რომელშიც უგველის ზელანდიის ოლბლექსი. ბარემ ვთქვათ, ცეც ჯგუფში ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა, აფრიკის პირველი გუნდი იქნება, ჯერ არ არის ცნობილი, ალბათ ნამიბია ან ზიმბაბვე, ჩემის ვარაუდით ნამიბია იქნება. ან მადაგასკარი თემურეგეს სენსაცია მოხდა. თუ მოხდა ეგეთი და სენსაცია. კენიაც. მაგრამ ჩემის აზრით, ალბათ ჩვენი ძველი ნაცნობი ნამიბია იქნება და დღევანდელი მატჩის გამარჯვებული. აი რაც შეეხება D ჯგუფს, სადაც დღევანდელი მატჩის დამარცხებული თამაშობს, აქ თამაშობენ საფრანგეთი, ირლანდია, იტალია და კანადა. მამუკამ ჩამოხსნა ის დერეფანი ორი ხელით შევკვენით მოლიღოთ, მოიცოდა განდაგან მიდის, მაგრამ აი დავატრიალებთ იქით მოექცევით და წავალთ პირდაპირ მერე. იქ ძლდება ის წინსვლა. ვერ გაგვაჩერეს ეს ფრთიდან მოვედით, კარის პირდაპირ ვარ და კარგად დავჯობნით შერკინებაში რუმინელები.
მიუახლოვით 22 მეტრის ხაზს. კიდევ ერთი დარტყმა ზირახაშვილისა. ნახეთ როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები. მიუახლოვით 5 მეტრიან წყვეტილს. ნახეთ რამდენი ვატარებ 30 მეტრი დავახევინოთ. შერკინებაში უნდა სტუმრებს. მიწაზე არის გამოვიტანეთ კიდევ ერთი დარტყმა ვინ იყო ეს ბიხაუტაზე თუ არ ცდები. ძალიან ცუდად ჩანს ნომრები. შავზე წითელი შემდეგ კაჭარავა. ახლოს ავართ მიზანთან. უკვე 5 მეტრიან ზონაში თამაშობთ. ბეგაძე გამოიტანა აქეთ. შეუტრია და კირიკაშვილმა. გულდაგულიცავენ რუმინელები თავიანთი ლელოს მისადგომებს ფეხით. დააპირეს დარტყმა ნახოთ. ჯიბისკენ წაიღო ხელი. 20 მეტრზე ამდენი პროფესიული ფოლი აღარ შეიძლება. და მოედანი უნდა დატოვოს სტელიან ბურჩამ. 9 აგდებს. ვალიკალ არა ბურჩა კი ბატონო. კი ბურჩა. და იქით მიდის ახლა მე დავიბენი აქ მონიტორს ვიყურები იქით არის იმბინი თავარი გამოსასვლელისკენ ვირაბისკენ და რუმინეთი დარჩა 14 კაცი სამარა 10 წუთი ჩვენი ჯარიმაა კუთხეში ახლა არ დავარყავთ რა თქმა უნდა კარში შევატყევთ ერთი მორკინალი აკვიათ ელემენტარულად მათ შეკინება რო ავიღოთ 8 კაცი 7-ს დაუძრავთ. განმეორებით არის ეს ეპიზოდი. ბასილაია შებოჭეს. დაი აქ უხეშად ითამაშა, ნახეთ ეს ყველაფერი ბურჩამ და ყვითელი ბარათიც 10 წუთით დაისვენებს რუმინეთის კლუბ ტიმიშოარასა და ეროვნული ნაკრების მერვენომერი ბურჩა. იგი აქვს ეკრანზე. აბა რა ვქოთ, რა ხდება რაღაც რასთან პირობენ. განვაახლოთ თამაშ დროზე. უკურნალობენ რუმინეთს ამლობენ ლემნარუარი ჩემი ვარავით. არის პაუზა. ეხ ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ ზალმაც მეც გითხარით მეორე ტაიმის დასაწყისში რომ დღეს გამარჯვებული გუნდი იგებს ყველაფერს და პლუს ამას ჩვენსა და რუმინეთს შორის მიდის კონკურენცია ბოლო წლებია მართალია ჯაბნით რუმინეთს უგებთ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი გუნდი რამდენი გუნდებს ეგეც ვთქვათ 8 თამაში 6 მოგება 1 წაგება 1 ბოლო და ეს არის უკვე გარანტია იმისა რომ აღმოსავლეთ ევროპაში ვართ პირველი გუნდი და ახლა უნდა დავამტკიცოთ რომ ევროპაში ვართ მეშვიდე 6 ერის მონაწილე გუნდების შემდეგ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა რადგანაც შეიძლება სოფლიო თასის გათამაშების შემდეგ თლიანად შეიცვალოს ფორმატი გათამაშებისა და ნახოთ რა იქნება ამასობაში შევუტიეთ მაჩხანელია ბურთი. აი ხლა 8-7-ზე ვიდექით ალბათ შერკინებაში და უკან დავიხეთ რა უცნაური ყო იმაზე ვფიქრობდით როგორ გამოგვეტანა ჩვენ უნდა მოვიგოთ შერკინება მაგრამ გამოსწორდა სიტუაცია კარგად შეუტია ზირახაშვილმა ისევ ბურთი ჩვენია ჩვენ ვაკონტროლებთ ახლა ბეგაძე გამოიტანს ამ ბურთს დაგვივარდა ბურთი არა ჯარიმაა ჩვენს ჯარიმა ჩვენი ჯარიმაა ჯობია მე მგონი დავარყათ კარში გავხადოთ სხვაობა 10 კულა და მე კიდე 8 წუთი გვექნება კაცნაკული მეტოდის წინააღმდეგ წინა პირველ ტაიმში, როდესაც ჩობა გალმინია იყო 10 წუთით გაძევებული, ჩვენ 10 ფულა ავიღეთ. ნახოთ. ახლა რას მოგვიტანს ეს დარჩენილი წუთები, როდესაც ნაკლებნი იქნებიან ჩვენი მეკოქეები მწვანე მინდორზე. აი, მაკლოვე ეხლა მსად შეკითხებოდა რა ხდებაო და რა არაფერი, ჯარიმა იყო და მაჩხანელმა პირდაპირ უთხრა ვარტყავთ კარში. ათკულიანი მარაგი გჭირდება. რო უფრო ლაღად ვითამაშოთ. ერთი წუთი მადროვე ზალ და გვექნება. ბატონ ერთი წუთი, იმიტომ რომ ერთი წუთი აქვს მეთამაშეს დარტყმის შესაძლებლობა წესების. ეს წესიც გავაცანით ჩვენს მეკობრებს. და რადიო მსმენელებს არ გაგვაუწევს რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ორი არხი დაუთმოთ დღევანდელი მატჩის რეპორტაჟს 104 და რადიო 2 109. ვირიგაშვილი ემზადება დასარტყმელად ჯარიმისა. აკი მექსიკური ტალღები ვაკეში. ოხრა სასიამოვნო სანახავია სავსე სტადიონი გამორბენი დარტყმა და ესეც ჩემი ნანატრი 10 ფულაზე. სხვაობა ანგარიშში 10 ფულა 19-9 წინ საქართველოს ნაკრებია და აი ახლა უნდა დავიწყოთ სრულვა სანახაობითი თამაშის შესაქმნელად ეს პატიოსანი საზოგადოება დღეს სტადიონზე რო შეიკრიბა და მილიონობით ტელემაყურებელი მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა რომ აღვნიშნო პირველად ქართული რაგბის ისტორიაში
დღევანდელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს გახლავთ IRB-ის კონცეფცია. დიახ, მათ უნდათ რომ მათ საიტზე დღეს მსოფლიოში ყველას ენახა მატჩის რეპორტაჟი თბილისიდან საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მონაწილეობით. ბეგაძემ გამოიტანა განახლოს რუმინელებმა, ბეგაძემ გამოიტანა, წყნარად დავარტყით წინ, ვერ გადავიდა და აი შეძლები დაგვიწერეს სიტყვა, აი ამ პაუზაში მოხდა, ხუთერი შეგვიწვია, ჯაბა ბრეგვაც ნაცვლა, შემოვიდა შალვა მამუკაშვილი. დორინ მანოლე შემოცულა იონუც დუმიტრუს ნაცვლად. მე-16 ნომრით შალვა მამუკაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მეორე ნომრით მოთამაშე ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად. მე აღარ ჩავიკითხეთ შეცვლებზე ვინ აყავთ დღეს განაცხადში, ანუ თადარიგში, მარკაფაში რუმინელებს და გეტყვით, ესენი არიან მანოლე, დინიში, სურჯი, კეპეცინა, უსაკე, გუნჯა, მუნტეანუ და ნისტორი. იქ მოლი შეიქმნა, ჩვენ გაუჭედეთ მოლში ბურთი და ამიტომ გადმოგვეცა შერკინებაში შესაძლებლად. 53 წუთი საქართველოს ამაცხებს რუმინეთს 19-9. რუმინეთის ნაკრები ძირითადი ბირთვი ეს არის რუმინეთის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების შემადგენლობიდან შეგროვებული და ყავთ რამდენიმე ლეგიონერიც. ერთ დროს ყავდათ ლეგიონერი, აი ხას რო ჩავხედეთ, ესე იგი სამი არიან ტიმიშუარიდან, ორი სტიაუადან, ერთი ფარულიდან და ერთი ბაიამარიდან. ანუ 7-ვე კაცი შინ თამაშობს, მაგრამ ორკინალები ყავთ, უცხოელებიც, ლეგიონერების პირველი ხაზი მთლიანად ლეგიონერები არიან, 4 ნომერი და კიდე 7. 3 შინაური. შეაგდო ბეგაძემ, რა ხდება კაცო, ჩვენი 8 კაცი იმათ შუცვერ ერევა, როცა 8-8 ერევა. მაგრამ ბურთი ჩვენ დაგწევას თავარია. ფაზონჭედლიძემ იაქტიურად. აი, უნდა გავშალოთ თამაში. ფეხით დაარტყა ისე გირიკაშვილმა წინ ძლიერად, მაგრამ მეტოქეს ჩაუვარდება ბურთი ხელში და ისინი წამოიწყებენ შეტევას. ფეხით აიგდო თვითონვე შეხვა. ფერკუ შევაჩერეთ, მაგრამ დროებით აჩხანელი ცენტრის დონეზეა თითქმის თამაში, ცოტა ჩვენ ნახევარზეა და ბეგაძემ გადაკიდა იქ ითაფტაზე. იქ ვინ არის? რობერტ დასკელუ. იგი დაეუფლა ბურთს, ფეხით დაარტყა. სირაკაშვილს წინ გადაუვარდა, კიდე კარგი არ ითამაშეს. მეტოქეს ჩაუვარდა ბურთი ხელში და რა, შევაჩერეთ, არაფერი ისე. რუმინელები გამოიტანეს, კალაფეტიანუ გამოიტანა და მარჯვნივ უნდათ, არა ცენტრიდან აგრძელებენ ისე უპირატესობის მოპოვებას, ჩობა გალი იყო ბურთით. შემდეგ ახლად შემოსული მანუელ 21 ნომრით. თამაში იმათ ბურთაობა ძალიან უჭირთ თელ ამ 1000-ზე და აი ახლა იძულებული არიან რომ იბურთავენ. ჩვენ 22-ში არიან, ბურთი უნდა ავართვათ როგორმე. შევბოჭეთ კარგად მაკოვეი, გუნდის კაპიტანი, შემდეგ 10 ნომერს ჩაუვარდა ლაიგუს ბურთი ხელში, მოუახლოვდნენ 5 მეტრიან წვეტილს, საკეფათო ზონაა, კალაფეტიანუ ბურთით, გორგოძემ დაიჭირა შევაჩერეთ, ბურთი უნდა ავართვათ როგორმე. ასე გამოუვარდა ბურთი ფეხით დაარტყა, არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, წინ დაუვარდა ახლა ბურთი. უდაოდ კი ახლა ჩვენა კიდეც საჯმად როდელი მატჩის არბიტრმა ინგლისელმა პირსმა. აი პირველი დაწყობილი შეტევა იყო გუნდის 55 წუთი, არაფერი არ უკეთებია და რუმინეთის ნაკრებზეა საუბარი, როგორც რაღაც გააკეთა, მაგრამ როცა 5 მეტრი შებოდათ ლელომდე, რაკიდან გამოუვარდათ ბურთი, ბეგაძე მიარტყა ბურთს ფეხი წინ იქით. მერე ამოვირბინეთ ცოტათი, დიდი ქაოსი შეიქმნა და ისე დაიბნენო ვერ აიღეს ის ბურთი. ეს ერთხელ, მაგრამ თუ ეხლა მეორე და მესამე და მეოთხე და მეხუთე იქნება, მერე შეიძლება რომ რაღაც ცვლილება ხო არა. და თედო შემოვიდა, თედო სიბზიბაძე. გავიდა ნარიაშვილი, მიხონ ნარიაშვილი. ის მაგივრად ერთადერთი შესაძლებელი ვის შეძლო შემოსვლა, ვის და ანტონ ფეიქრიშვილს, სხვაშვილს. გავიდა დათო ზირაკაშვილიც, მის მაგივრად
დათო ზირაქაშვილის პლაგირად შემოვიდა ლევან ჩილვაჩავა და ანტონ ფეიქრიშვილი შემოვიდა მიხონ არიაშვილის პლაგირად. ესეც ნამდვილია. თამას მჭედლიძეს ხوار დაუტოვებია კიდევ. ალბათ, იმიტომ რომ თედო ზიბზიბაც. ანუ გავარკვიეთ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. გავარკვიეთ ყველაფერი, ამას დაწვრილებით მოგახსენებთ თუ რა შეცვლები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. მანამდე გეტყვით, რომ რაგბის კავშირის სპონსორები არიან ARMG Gold, ლუდი ნატახტარი, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია TESIS Limited Petroleum, პარტნიორები კავკასიის ონლაინი და ბორჯომი, მედია პარტნიორები საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიოები აფხაზეთის ხმა, კომერსანტი პალიტრა, სპორტული გაზეთი ლელო. ამრიგად 3 შეცვლა განხორციელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. მოედანზე არიან 22 ნომრით თედო ზიბზიბაძე, თამას მჭედლიძის ნაცვლად, იგი 11 ნომრით თამაშობდა, შალვა მამუკაშვილი 16 მიხეილ ნარიაშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილი 17 ნომრით დავით ზირაქაშვილის ნაცვლად. იქ თავზე შეუცვლიათ ნამდვილად და ერთადერთი ახლა დავინახეთ რომ სურუჯიუს ახურებდნენ. ვიღაცა გავახაზიდან კალაფეტიანო დადგება 10-ზე და სურუჯიუს 9-ზე სულიად ნახდი არის. და 2-9 ნომერი ეყოლებათ ერთბაშად მოედანს. როგორც ჩვენ ხარშილაძე და კილაშონი აქვთ. 70-იანებში ლოკომოტივში. ხალაძე მშვენივრად გადაკიდა, მიუხდა იქ, დაიჭირა. და სასწრაფო. რუმინელების შეტევა ფერკუ მათი 15 ნომერი შევაჩერეთ. ორმა ჩვენმა მორაგბემ შებოჭა იგი, ერთ-ერთი გახლავთ მამუკა გორგოძე. თორე გახალისდნენ რუმინელები, მაგრამ დაკარგეს ბურთი. და ხმალაძემ ისევ გამოუგორა. მაგრამ ვერ გადააგდო კიდეზე. დესკალუ უტევდა. ახლა მანოლეს აქვს ბურთი. ცენტრის დონეზე არიან ჯერ. ისე საკვირველია ვინ არის კაცნაკურული ჩვენ თუ ისე. დიდი ჭიდაობაა გამართული. ზუსტად მოედნის ცენტრში. ერთი ჯარი მაიყო იმაც ასაკობრივ და ის გაათამაშეს ასე. ფერკუმიკიდან შემოუტია. მოკლე დარტყმით ცდილობდა გარღვევას ჩვენი პოზიციისა და ვერ მოახერხა. ადგილზე დგანან და რაღაც ბურთის ატაცებას ცდილობენ და წინ ვერ მიდგნენ. ვერა. ჯარიმა. თვითონ დაჯარიმდნენ. მოედნის ზუსტად ცენტრალურ ხაზთან და კიდევ შეცვლები მზადდება რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში. ესე იგი, ბურჩა ბრუნდება. სურუჯიუ და ურსაკე შემოდიან. მე-17 ნომრით. და 22 სურუჯიუ. ჩვენთანაც იქნება შეცვლა, ლაშა მალაღურაძე შემოვიდა, მაგას გარდა შემოვიდა გიორგი ნემსაძე. ნემსაძემ შეცვალა მიქაუტაძე, სულიად აშხარა, მალაღურაძე შეცვლიდა ანათ ნომერს. ან რომელიმე შუამარკს. ვერა კვირიკაშვილის ნაცვლად თამაშობს ლაშა მალაღურაძე. დიახ, მალაღურაძემ შეცვალა კვირიკაშვილი. 23 ნომრით არის ლაშა მალაღურაძე და ნემსაძე უნდა შემოსულიყო. დიახ, ნემსაძე შემოვიდა მიქაუტაძის ნაცვლად. 19 ნომრით. კი ბატონო, კიდე შეუძლიათ შემოსვლა ესე იგი ხუციშვილს და ჭყაიძეს. 20 წუთი რჩება. დიახ, როგორც გითხარით, 20 წუთი რჩება და შეცვლები უკვე განხორციელდა. 2 მორაგბე დაგვრჩა ვაჟა ხუციშვილი და გიორგი ჭყაიძე. დიახ, ლაზერი გავიდა და იმის მაგერად ურსაკე შევიდა პირველ ხაზში და როგორც მოგახსენეთ, დასკევლუ გავიდა, მის მაგერად შემოვიდა სურუჯიუ და დადგება 9 ნომრით. და კალაფეტიანო ისაც ზურგზე 9 წერია, გადავა 10-ზე და კაცი შემოვიდა და პირდაპირ ატყავს ჯარიმას კარში. ანუ კიდევ ერთი ლეგენდა გაუბათილდება ჩვენს კომისრებს და პატივცემულ საჯებს და გუნდებს, რომ არ შეიძლება შემოსულმა კაცმა რომ დაატყაშა. რუთი ძელს მოყვა პოლიტუარ მოტყუებს. 10 და მიზანს რაც მთავარია, მაგრამ ძალიან
ცენტრიდან იყო ძალზე შორიდან. ძალზე შორიდან, გასვანგო ძალზე. აი ნახოთ გამორბენი დაარტყა ახლა. რაგბის კავშირის კვირიკაშვილმა და კვირიკაშვილი აღარ არის არა მამატეს მალაღურაძემ და ძელს მოხდა, დიახ, ძელს. იშვიათობა რაგბიში, მაგრამ არის. რაგბის კავშირის მალაღურაძე იქნება მთავარი დამწყმელი დარჩენილ დროში. რაგბის კავშირის მედია პარტნიორები არიან საქართველოს საზოგადოებრივი ბაუზი. რუმინელები თავისავე ნახევარზე. გორგოძე და ხალხი წუთშია გამოწოწყდა. ამუკარო აიღებს გურჯს დიდი ოვაცია. ამესელია. აი უნდა შეუბოწ და არა შეძლო მაინც ბურთის სამოგება. სამი კაცი მოატყუა. ფერკუ. ერთ-ერთი გამორჩეული რუმინელთა ნაკრების შემადგენლობაში ჩემი საზრით დღევანდელ შეხვედრაში. მათი მცველი ეტელინ ფერკუ. და ბოლოს კიდეზე მოიგერიოს 18 წუთი რჩება 10 გულით ვართ წინ. რუმინელებს ამ მომენტში სამი შეცვლა აქვს გამოყენებული. მანოლე სურუჯიუ და ურსაკი არიან და კიდევ 5 კაცი ხავთ მარკაში. ამ საჯმან გონი საათი გაჩერდა. 63 წუთია, აი უკვე შუქებიც ჩაირთვება. ხელოვნურ განათებაზე გადავალთ ალბათ მე. ნუ რადგანაც პაუზა, ვთქვათ რომ დღეს ბოლო ტურია, ნუ ფინალია ეს ჩვენთან თბილისში ევროპის 1000-ის გათამაშებისა, ხოლო კიდევ 2 მატჩია ბრიუსელში ბელგიის ნაკრები რუსეთის ნაკრებს მასპინძლობს. აი ამ შეხვედრის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთი, არც მეორე გუნდისათვის, რადგანაც ბელგიელებმა უკვე ვადამდე დატოვეს მცირე 6-იერის, ანუ ევროპის 1000-ის გათამაშება, ხოლო რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ისინი მყარად არიან მესამე ადგილზე და შემოვლითი შორი გზით შეეცდებიან მოიპოვონ მსოფლიო თასის გათამაშების გაისად გასამართლი თასის გათამაშების საგზური. პორტუგალია კი ესპანეთს მასპინძლობს ლისაბონში და ამ გუნდებმა უნდა არკვიონ ერთმანეთში ვინ იქნება მეოთხე და მეხუთე გუნდი. ეს არის და ეს. ახლა პიტელი ბარათი კიდევ შეიძლება ერთი მესამე პიტელი ბარათიც მოვიგეთ დერეფანი მარჯვნივ 40 მეტრზე ავაგონი გოლი მერე მამუკა გორგოძე მაიგო გავიდა გარღვევაზე თათუნაშვილი მიყვებოდა გვერდით ლევან თათუნაშვილი და პასზე ჩაუკრეს ხელი და წინ გადაუკლეს განზრახ წინ თამაში ჩაშალეს სალელოე პასი რაც არის წესი გადაწყვეტილება მხოლოდ სიტყვიერი ჯარიმა არის უდავოდ აი ახლა ნახავთ გამეორებაში გამოიყო მამუკა მიცა დათუნაშვილი წავიდა ლევანი და უჭრიდა პას უჭრიდა კალაფეტა უჭრიდა და კიდევ ერთხელ იყო თქვენს ეკრანზე ჩვენი დღევანდელი სტუმარი რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა რომელიც გუშინ ოფიციალურ ვიზიტად ჩამოვიდა საქართველოში და დღეს იგი სანაკრებო მატჩს ესწრება საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეს სამეული ჩანდა კადრში. და ლაშა მალაგურაძე არტყავს. გაუგდიათ, ესე იგი მესამე ყვითელი ბარათი. ისევ მეტნი ვიქნებით 10 წუთის მანძილზე 65 წუთი გავიდა. ანუ იმათ 10 ნომერი არ ეყოლებათ, ან ერთი ბეკი ეყოლებათ, ესე იგი ისევ დაბრუნდება ის 9 ნომრად. სურუჯიუ 9 არის და ლაიკუ ამოვარდა დადგება 10-ზე. ლაშა მალაღურაძე იყო თქვენს ეკრანზე. დაარტყა და ზუსტად 22-9 მარჯვნიდან იყო 22 მეტრი, მარჯვნიდან 5-ზე ნაკლები და აი კიდის ხაზიდან ლაშა მალაღურაძემ გაიტანა მორიგი ჯარიმა 22-9, ანუ ველო გარდასახვა და 5 ჯარიმა 3 ჯარიმის წინააღმდეგ. ლაშა მალაღურაძე საფრანგეთის ფედერალ ერთის კლუბ ბანიერისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი. რუმინელებმა დინიში შეცვალეს, დინიში შემოვიდა, ჩვენ შევცვალეთ ვიტო კოლელიშვილი, მის მაგივრად შემოვიდა გიორგი ჩხაიძე, მის მაგივრად შემოვიდა დინიში, ვერ დავინახე
ჩვენმა რეჟისორმა კი აგვინთო და ტელემაყურებლები შენიშნავდა. დავასრულებთ ჩემს ლაშა ბალაღუროზე თავის დღეს 46-ე შეხვედრას ატარებს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 27 წლის გახლავთ იგი, როგორც გითხარით, კლუბ ბანიერის საფრანგეთის კლუბისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი. მან გაიტანა ჯარიმა 22-9 დავწინაურდა ანგარიშში და ფეხით აუჩი დავარყით იქით აღმოსავლეთ ტრიბუნებისკენ. სწრაფად შემოიტანეს ბურთი რუმინელებმა, თვითონვე აიგო, შეიძლება წესებით ეს 5 მეტრი უნდა გაიაროს ბურთმა და დაკარგეს. დაკარგეს, ჩვენ დავეუფლეთ და კიდევ ერთი შეტევა წამოიწყეთ. დეგაძემ გამოიტანა შემდეგ ხმალაძე, შემდეგ მარცხნიდან უნდა მოუპოვოთ, ახლა უპირატესობა და ეს ასეც არის. წერავაა ბურთით. აღაკვჩეთ და იქ ჩვენ დავკარგეთ. არა, დავეუფლეთ ისევ ხმალაძის პასი. ახლა კი რუმინელებს ჩაუვარდათ ბურთი ხელში. აბა ამდენჯერ დაკარგა ორივე გუნდმა. და საბოლოოდ ფეხით დაარტყეს, საფრთხო ზონიდან გამოიტანეს, მაგრამ აუჩი ვერ გადაიტანეს. ეს კი ვინ არის? ეს გახლავთ ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გულდაგული ეკვეთა მეტოქეს. ფეხით ჩინებულად დაარტყა კიდევ ერთხელ ლაშა ხმალაძემ, იქით, მაგრამ ის ზონა დაცული იყო. ფერტუ მაიღო ალავზე, გაათამაშა და დააბრუნა უკან მასპინძელთან ნახევარზე. 62 წუთი, ესეთი ქაოსური თამაში იყო და ბოლოს დაწყნარდა იმით, რომ დააწეს კეთეს. აღაკვჩება 12 წუთი და ოდნავ მეტი, წინა ვარ 13 გულით, ანუ გარდასახული ველოთი და კიდევ 2 გოლით. ანუ ეგეთი უპირატესობის გაბატილება შეიძლება, მაგრამ წნევა. მე კი მინდა რომ კიდე ერთი ლელო დავდოთ და ესე მოვიგოთ დღევანდელი თამაში, მოვიგოთ კიდევ ერთი გატანილი ლელოთი. და აქ ლემნარუს რაღაცა ჭირს დაუშვებონ მიხედონ. ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, მილტონ ჰეიგი, მარცხნივ პირველი, რომელიც ხელმძღვანელობს იქ ძირს არიან მწვრთნელები ილია ზედგენიძე და ილია მაისურაძე, აძლევს გარკვეულ დავალებებს. ეს კი სავსე ტრიბუნები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა. და თემურ ლემნარუ გაყავთ და მეტი ბეკი აღარ აყავთ. ერთი გაგდებულია, სამივე შეცვლილი. აი 23 ნომრით გამოჩნდა. ეხლა შემოდის დინიში ესე. დინიში. ეხლა შემოდის და არა მაშინ, ანუ არ შემოსულა მაშინ და ჩვენ ტყილად ავყელდით, რომ ყურებლები შენიშნავენ. კი ბატონო. ალბათ აპირებდნენ შეცვლას, გადმოსცეს. და რეალურად ეხლა ცვლიან. ლემნარუს მაგერად შემოვიდა დინიში. ისევ აუჩი დავარტყით. შემოიტანეს ბურთი აუტიდან აღმოსავლეთ ტრიბუნებთან ხდება ეს ყველაფერი და წამოიწყეს შეტევა სტუმრებმა. ურსაკი, ანდრეი ურსაკი. გადაგორდა, დადობურდი. კიდე აიტაცეს მოწი. კიდე. 5 ნომერი. ოპირა. ფეხით გადაკიდა სურკში და ალაზე გამოჩნდა. დავიჭირეთ ალაზე ჩვენ 22-ში, თედოში. არა, მასობაში კიდე ერთი წუთი გავა. წნარა ჩამოვლენ ჩვენები სადღეჭქარება 13 გულას ვიგებთ. ყველა ტიტულამდე უკვე, ყველა ტიტული ერთ ხელის გაწვდენაზეა. პირველ ადგილს ვიკავებთ შესარჩევში, ვინ არჩუნებთ, ერთად ვინ არჩუნებთ, ანტიმოზიალისტს. არაფერი გითხოვს იმის თაობაზე ზალ რომ თბილისში იციან ეს გულშემატკივრებმა, რა თქმა უნდა, და საინფორმაციო საშუალებებით ეს ყველაფერი იყო გაშუქებული. უილიამ უებ ელისის თასია დღეს აქ ჩვენ რობერტოვის სტადიონზე გამოფენილი. და რა თქმა უნდა, დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ქართული რაგბისთვის ამ თასის ჩამოგზავნება საქართველოში, თასისა, რომელიც ჯერ მხოლოდ 4 გუნდმა შეძლო შეემართა. თემურ შეიძლება ისე გაგრძელდეს, რომ კარგახანი კიდევ ეროვნულ შემართოს პაკეტს. ალბათ ისეთი პირი უჩანს, ორ-ორჯერ ეს ბედნიერება წილად და ახალი ზელანდიის, ავსტრალიის
სამხრეთ აფრიკისა და ერთხელ რაგბის სამშობლოს ინგლისის ნაკრებს. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ასპარეზობა, ეს ძალიან დიდი თასია. 1987 წლიდან დაიწყო ამ თასის გათამაშება. ჩვენ 2003 წლიდან ჩავერთეთ ამ საქმეში და ზედიზე უკვე მეოთხედ მოვიპოვეთ თასის დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება. რუმინელებსაც აქვთ ეს უფლება მოპოვებული 8-ჯერ. 8-ჯერ, ჩვენზე რა თქმა უნდა უფრო სტაჟიანი გუნდია რუმინეთის ნაკრები, დიდი ხანია რუმინელები, ჩვენზე უფრო გაცილებით დიდი ხანია თამაშობენ რაგბის. იყო დრო, როდესაც ევროპაში ისინი არ იყვნენ ხელწამო საკრავი მორაგბეები და საკმაოდ ძალაც იყო, მაგრამ შემდეგ მოხდა ისაც მოხდა რუმინეთში და აი რუმინეთმა დაიწყო თავისი რაგბის აღორძინება, მაგრამ ჯერჯერობით რა თქმა უნდა ვეღარ მიუახლოვდება იმ ნიშნებს, რომელიც რუმინელებს ჰქონდათ. აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეების პირველი შეხვედრა 1973 წელს საკლუბო გუნდების დონეზე შედგა მხარეში, როდესაც რუმინელებს თბილისის ლოკომოტივი ესტუმრა. თემურ აი ეთყობოდათ ახლა როგორ აღორძინეს შვენივრად ერთი წუთი ადგილზე ჯერჯერობით ასებს აძლევდნენ ერთმანეთს, მოსეირნობდნენ, ბოლოს იმით გათავდა რომ გორგოცებს შებოჭილმა ბურცხელი არ გაუშვეს და დაჯარიმდნენ და მალაგურაძე დაარტყავს კარში. აღორძინების ხანა მათ გაუთავდათ მაშინ, როდესაც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ზალ რუმინელებთან უკვე ნაკრებების დონეზე. ერთადერთი რაც გულს ძალიან წვეთს და გულდაწყვეტით ვიხსენებ ხოლმე იმას, რომ 98 წელში დუბლინში ის თამაში ვერ მოვიგეთ 23-27 წავაგეთ თამაში, რომლის მოგებაც მოგცემდა შანსს იმისას, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპზე გასული იყო წინა საუკუნეში, ანუ 99 წლის მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა. აი ამ თასზე, რომელიც ეს წუთია თქვენს ეკრანზე იყო, უილიამ უებ ელისის თასი. მალაგურაძე არ დაარტყა ის ჯარიმა 45 მეტრიდან კარში, დაუმიზნა კიდეს და 20 მეტრიდან ვაწვდით დერეფანს მარჯვენა კიდიდან და ხუციშვილია გამოსული. აი ლემნარულო გამოცვალეს იმავე პაუზაზე ბეგაძის ბაგიურად შემოვიდა ვაჟა ხუციშვილი. და ის არის ახლა ხალბეკი. ანუ 9. მაგრამ ის დერეფანი ვერ ავაგდეთ კარგად, ვერ შევინარჩუნეთ ბურთი. და ახლა ისინი აპირებენ თავისი 22-დან ამ ჭიდაობას. ესე იგი ლევან ჩილაჩავა დაგვრჩა მხოლოდ შემოვიდა უკვე ხო მე ალბათ გამომრჩა როდესაც ვიხსენები ძველ ისტორიებს რა არის ასაკი და იმ ჭიდაობის შედეგად ჩვენ დავყარგეთ მაგრამ იმად დაიწყეს ჭიდაობა 75 მეტრიდან და ბოლოს ჩაეყურათ და გადმოგვეცა ჩვენ 6 წუთი რჩება მატჩის დამთავრებამდე 22-9 არის ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ჩვენ ვიგებთ შევანდელ შეხვედრას და თავს უფლებას მივცემ რომ თქვა დარჩენილ დროში სასწაულები აღარ მოხდა. არ მოხდება რა თქმა უნდა 6 წუთია დარჩენილი და მე მინდა რომ რაღაცა იმ ერთი ჩაფიქრებული ლევლით დავამთავროთ კიდევ დღევანდელი შეხვედრა. ნახოთ. ყოველ შემთხვევაში წლევანდელი სეზონის მთავარი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ითამაშა დღეს ღირსეულად რუმინეთის ნაკრებთან. ამაზე თვითონ თამაშიცა და ტაბლოც მეტყველებს. ისიც სათქმელია რომ წელს ჩვენ სლემით მოვიგებთ. კი ბატონო, 5-ვე მატჩი ვიგებთ, მეოთხედ ხდება ეგეთი რამე, როდესაც სლემით ვიგებთ, წინაცაც გქონდა ეს სლემები და რომელ წელს იყო შეგვიძლია ვთქვათ 2001-ში 2008-ში და 2011-ში. სულ მე-7-ით იქნება ჩვენთან ევროპის ერთათასი, რუმინელებს მხოლოდ 4-ჯერ აქვთ იგი მოგებული და ერთხელ კი პორტუგალიებს 2003-2004 წლებში, რადგანაც მაშინ 2 წელიწადში ერთხელ თამაშდებოდა თასი. ისევ ჩვენ აგვაქვს ბურთი. კეპეცინა შემოვიდა რედოის ნაცვლად ჰუკერი გამოცვალეს და კიდევ მე მგონი სამი მორკინალი ყავთ 18-19-20 და ისინი სად არიან თქვა შემოვიდა. გაშალონ კლავი ოშიძე ძალა კი ბატონო თამაშის მერე რაღაც არ ვენინებენ რომ ჯანი ხომ უნდა დახარჯოთ. ესე არ ამგონია რუმინეთის ნაკრებს აი ასეთ სტადიონზე ამდენი მაყურებლის წინაშე არა კარგა ხარ შინ ვერ თამაშობს
არა ეგეთი სტადიონი. არა, მაგდან მაყურებელი არც მაყურებელი ყავს და სტუმრათაც აი დღეს მიეცათ შანსი იმისა, რუმინელებს ეჩვენებინათ თუ რა შეუძლია. ნახეთ, რაც შეუძლია რუმინეთის ნაკრებს. კიდევ ერთი შეტევა წამოიწყეს. გურჩა იყო ბურთით. რუმინელების ნახევარზე ხდება ყველაფერი. თავარი ახლა ბურთი მოვიგდოთ ხელში და ასე მაჟორულ ნოტზე დავამთავროთ დღევანდელი შეხვედრა. როგორ მინდა კიდე ერთი ლელოვი. სურუჯი გამოძრა დაეცა. წამოდგა მერე ისე. ლელონდი აქვს გასავლელი 65 მეტრი და სათამაშო რჩება 3 წუთზე 20 მეტრი და მიიღეს ჯარი. აი ხლა შეუძლიათ ერთი 40-50 მეტრი გაიარონ მაგ ჯარიმით. შემოსულა ხორაციუ პუნჯაც 18 ნომერი. რუმინელებმა მეორე ტაიმში ვერაფერი შემატეს პირველ ტაიმში მოპოვებულ 9 ქულას 22-9 არის ანგარიში. ჩვენ ვიგებთ შეხვედრას და ვიგებთ ყველაფერს, რაც წლევანდელ სეზონში თამაშდა. 75 მეტრიდან დაარტყეს და მივიდნენ 22. ჟურნალისტების სამურად თამაშის დასრულებისთანავე მხოლოდ შემოფიდეთ სტადიონის პრეს-ცენტრში. რჩება ახლა 3 წუთი. ისინი ძალზე დინჯად მიდიან, ჩვენები ჩამოვიდნენ. The attention of media representatives. After the final was აღაქვჩება. ანდრეი რედოი ემზადება ბურთის ასაგდებად. აგდო მაღალ ნახტომში მოიგო სირბე. შეკრეს მოლი. კეპეცინას აქვს ბურთი მოლის გულში. ივაწეთით და 22 მეტრის ხასთან ვათამაშებთ ბურთით ჩვენს სტუმრებს. წინ აღუშვებთ 22-ს. ორი შიგნით არიან 2 მეტრია ჩვენ 22-ში და ბურთს ისევ რუმინელები აკონტროლებენ. ის მოლი დაიშალა, მერე უკან დარჩენენ. მეორე და მესამე ხაზები მართლა შემოუყვანიათ, ყველა დამწყებები იყვნენ. სურუჯიუ გამოიტანა ბურთი. ბოლოს მიწაზე ჩადეს და აიღე და მიეძალეთი 22-ის გარეთ არიან და ნელ-ნელა ფრონტის შუისკენ გადმოდიან. ახლა ჯვარი გააკეთეს. ჩართეს ფერკუ შეტევაში, მათი მსვლელი 15 ნომერი. ისევ 22 მეტრის ხასთანაა თამაში. საქართველოს მოედნის საქართველოს ნაკრების ნახევარზე. გამოიტანეს ისე მარცხნივ და უკან დავახევინეთ. თავარია ბურთი უნდა მოვიგდოთ როგორმე ხელში და ხმალაძემ ისე კარგა შებოჭარო უკან დაახევინა კაი 2 მეტრით. და ჩაიხურა. თუმცა ჩაიხურა და შერკინება არის რუმინელების ბოლო წუთი. ჩვენი საათის მიხედვით და 2-3 წუთი დაიმატა. აი ისევ ტრავმა. ისევ მცირე პაუზა და მოდი ორი სიტყვით შევაჯამოთ დღევანდელი შეხვედრა. შეხვედრის სანახაობრივ ხასიათზე სანახაობრივ მხარეზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უაღრესად დაძაბული რო იყო ეს მატჩი აუცილებლად დამეთანხმებით, რადგანაც რუმინელებმა ყველა ღონე იხმარეს საიმისოთ, რომ ეჩვენებინათ თუ რა შეუძლია რუმინეთის ნაკრებს. პირველი ტაიმის მეორე ნახევარი მეორე 20 წუთი იყო აფეთქება, აღმაფრენა ჩვენი თამაში, შესანიშნავი მატჩი, ჩინებული ლელო და მეორე ტაიმში ისევ რუმინელებმა როგორც პირველში ფეხით თამაში გაახურეს, უწყავდნენ ფეხს, არ გვაძლევდნენ თამაშის გასვლის საშუალებას და აი ასეთი მძიმე მატჩი, მაგრამ ესეც საჭიროა ასეთ მეტოქესთან ამ ყაიდის გუნდთანაც უნდა ვიცოდეთ როგორ ვითამაშოთ და ვცოდნია როგორ უნდა ვითამაშოთ 22-ით 9. ასეთია დღევანდელი მატჩის ანგარიში ამ წუთისათვის. შერკინებით განახლდება შეხვედრა. დრო გაწყვეტილდა, მაგრამ 3 წუთი მინიმუმ გადაცდება ეთქობა. ჩემი სურვილი სურვილად რჩება მომალისა. რატო უნდა შეიძლება მოისროლონ და ჩაუჭრათ? არა, ისევ ჩააქციეს იქ. შენიშვნას იღებენ საჯისგან. ეგ 3 სინგვინი მიიღეს დღეს, ანუ 30 წუთი კაცნაკურული იყო.
აი საინტერესო კადრი შემოგთავაზა ჩვენმა რეჟისორმა დღეს ისევე როგორც წელს გამართულ ყველა საერთაშორისო სარავნელო მატჩს ესწრებიან ბავშვები წეროვანის დერბითა დასახლებები. რაგბის გულშემატკივართა თით არმიას ახლა უკვე აი ეს პატარებით შეუერთდნენ, შეემატნენ, ეს ძალიან კარგია და ერთგულად გულშემატკივრებენ ჩვენ ბორჯღავოსნებს. მე რაღაც დარჩენია დიდი მადლობა და გადავიხადე ამ კარგი ინიციატივისათვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს, ამ ღონისძიების ორგანიზატორს. და მაშობაში დამთავრდა ძალზე უცნაურად. უტევდა ჩობა გალი, მერაბ შარიქაძემ სასტიკად დასცა მიწაზე და იმათ ბურთი გადაუვარდათ წინ და საჭმო თამაში დაამთავრა. შეკინება გამიშნა და თამაში დაამთავრა. ძალიანაც კარგი. ანუ ლუკ პირსი დღევანდელი მატჩის არბიტრი. 22-9 საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუმინეთის ნაკრები. საქართველოში დარჩა ევროპის ერთა თასი. საქართველოში დარჩა წმინდა ანტიმოზიურიელის თასი. საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვებით მოხვდა სოფლიო თასის გათამაშების დასკვნითი ეტაპის C ჯგუფში, სასურველ ჯგუფში. ეს ჩვენი მიზანი იყო და ეს მიზანი შესრულებულია ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასთან, აფრიკის პირველ გუნდთან ერთად. დიახ, ყველაფერი წელს, რაც საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩებში მოეთხოვებოდა, 100%-ით არის შესრულებული. რა თქმა უნდა, დიდი ძალა და ენერგია ჩაიდო დღევანდელ შეხვედრაში. ძალიან კარგი იყო ის ფაქტი თავად, რომ სავსე იყო ტრიბუნები მიხეილ მესკის სახელობის სტადიონისა მაყურებლებით. ისინი ფეხზე ამდგარი ოვაციებით აჯილდოვებენ დღევანდელი მატჩის გამარჯვებულს საქართველოს ნაკრებს, რომელიც ევროპაში მეშვიდე გუნდია. დიახ, 6 ერის გათამაშებაში მონაწილე გუნდების შემდეგ 4 ბრიტანული გუნდი, 1 საფრანგეთის ნაკრები, 1 იტალია და შემდეგ უკვე საქართველოს ნაკრები. უდაოდ მისალოცია ყველაფერი ეს და მე კი სიამოვნებით მინდა ჩავიკითხო ახლა იმ მოთამაშეების გვარები, ვინც დღეს ლოკომოტივზე თბილისში ეს ძალიან საჭირო გამარჯვება გამოჭედა. მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ირაკლი მაჩხანელი გუნდის კაპიტანი, ლაშა ხმალაძე, გიორგი ბეგაძე, მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი, ყოტე მიქაუტაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, მამუკა გორგოძე, დიმიტრი ბასილაია, ლაშა მალაღურაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ახალი ზელანდია და ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, ყველანი, ვინც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისათვის, რომ აი აქამდე ისულიყო საქართველოს ნაკრები. მოგებულია უაღრესად საჭირო, უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი და დღევანდელი მასპინძლები ტაშით მადლობას უხდიან რუმინელებს იმისათვის, რომ დღეს ისინი მათი მეტოქეები იყვნენ. ეს რაგბის აუცილებელი ატრიბუტია, არც ერთ სხვა სპორტში ასეთი რამ არ ხდება, როდესაც გამარჯვებული გუნდი დამარცხებულს მადლობას ეუბნება, ხოლო შემდეგ დამარცხებულები ასევე მადლობას ეუბნებიან და ტაშით აცილებენ გამარჯვებულ გუნდს. დიახ, ეს არის ტრადიციის ის აუცილებელი პირობა, რაც რაგბშია და ეს არის იმიტომ, რომ რაგბი ჯენტლმენების თამაშია. ისინი ეუბნებიან თავიანთ მეტოქეებს მადლობას, რომ მათ მისცეს საშუალება ეთამაშათ დღეს რაგბი. თქვენს ეკრანებზე კი არის წმინდა ანთიმოზ იურიელის თასი და დაფა, რომელზეც კიდევ ერთხელ ამოიკუთრება 2014 წელი საქართველო, ანუ ევროპის ერთა თასი ანთიმოზ იურიელის თასთან ერთად ისევ თბილისში გამოიზამთრებს ვაკის საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში. აი დღევანდელი მატჩის მონაწილეები ახლა მოემართებიან ცენტრისაკენ და მე არ მithქვამს ილია ზედგინიძის, მაიკ ბრედლის, დიდიე ბესის
ჩვენი მენეჯერის ვასილ აბაშიძისთვის მადლობა თავდაუღო გავიშრომისათვის და აქვე თავს ნებას მივცემ და საქართველოს სარაგბო თემის სახელით მინდა გადაუხადო მადლობა ყველა იმ მორაგბეს, რომელიც მონაწილეობდა 2 წელზე გაწერილ მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩებში და ევროპის ერთა-თასის გათამაშების იმ წინა 4 შეხვედრაში, რომელმაც დღევანდელი დღე აქამდე აი ამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. დიახ, გამარჯვებულები არიან თქვენს ეკრანებზე, სრულიად სახალხო გუნდი. ისინი იმსახურებენ უდიდეს სიყვარულს ქართველი გულშემატკივრებისა, რადგანაც ისინი უშუალოდ გასცემენ ყოველივეს, რაც მათ გააჩნიათ. დიახ, დღეს თავი არავის დაუზოგია, დღეს საქართველოს ნაკრები ჩინებული იყო მიხეილ მესხზე. თემურ ისიც თქვა იყო ესე იგი მე-15 სეზონი ერთა-თასისა, მე-9 საქართველოს დაიკავა პირველი ადგილი, 5-ჯერ რუმინეთი იყო პირველი და ერთხელ პორტუგალია, მე-4 შევასრულეთ წლები, ანუ მოვიგეთ 5-ვე თამაში ძლიერ ყველა მეთოქე, ხოლო ერთა-თასი ხან ერთწლიანი ციკლით ტარდებოდა და 3-ჯერ ჩატარდა 2 წლიანი და სულ იყო 12 გათამაში. აქედან 7-ჯერ ჩვენ ვართ ჩემპიონები, რუმინეთი 4-ჯერ, პორტუგალია ერთხელ, ხოლო ანთიმოზ ივერიელის თასზე ანგარიში გახდა რამდენი ჩავხედოთ ჩვენს დავთრებს 7 ჩვენა გვაქვს უკვე ანთიმოზ ივერიელზეა საუბარი. ესე იგი 7-5 იყო აქამდე და ეხლა გახდა 8-5. დიახ. ახლა მოედნის ცენტრისკენ მოემართებიან რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ბატონი ვიქტორ პონტა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. სწორედ ისინი გადასცემენ გამარჯვებულ გუნდს დღეს საქართველოს ნაკრებს ევროპის ერთა-თასს. აქვე არის ფირაერის რუმინელი პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ, ვინც ახლა ის გადასცემს ფარს, ხოლო პრეზიდენტები საქართველოს ნაკრებს გადასცემენ, როგორც გაირკვა, წმინდა ანთიმოზ ივერიელის თასს. ევროპის სარაგბო ასოციაციის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ, აი ამ დაფუძნელში და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი. მაჩხანელი მალაგურაძე და ნარიაშვილი. ფართან და აი ანთიმოზ ივერიელის წმინდა ანთიმოზ ივერიელის თასის ხელში ორი ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრები ვიქტორ პონტა და ირაკლი ღარიბაშვილი. და ისე აღმართული წმინდა ის თასი და დიდი ზეიმი მიხეილ მესხზე თბილისში, აქ ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ანგარიში 22-9 საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა თავისი უშუალო კონკურენტი რუმინეთის ნაკრები, მოიპოვა ევროპის ერთა-თასი, მოიპოვა აი ეს საოცარი ორი ჯილდო ჩვენი კაპიტნის ხელშია, წმინდა ანთიმოზ ივერიელის თასი და გაისად ჩავა ინგლისში სოფლიო თასზე საასპარეზოდ, როგორც გითხარით, მათთვის სასულიერო ჯგუფში სლემით არის მოგებული წლევანდელი ჩემპიონატი, ანუ ყველა მეტოქე წელს საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა. და ბედნიერ თედო ზუგდიძეს ხედავთ კადრში ჩვენს ვეტერანს ანთიმოზ ივერიელის თასით. თედოს უთამაშია ჯერ კიდევ 2001 წელს, როდესაც პირველად მოვიგეთ ბუქარესტში და მაშინ ეს თასი ჯერ არის პროექტი. შემდეგი წლიდან დაწესდა. ევროპის ერთა-თასის გათამაშება დაიწყო წელს 1 თებერვალს საქართველოს პირველი მეტოქე ბელგიის ნაკრები იყო. ეს მატჩი გაიმართა თბილისში, ავჭალის სტადიონზე. თოუწყაპში -7 გრადუსი იყო ტემპერატურა და საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ბელგიის ნაკრები 35-0. გახარებული საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ჟარაძე, ილია მაისურაძე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, მოთამაშეები, ვეტერანი მორაგბეები ულოცავენ ერთმანეთს ამ წარმატებას. შემდეგ იყო უკვე პორტუგალიის ნაკრები 8 თებერვალს თბილისში, საქართველოს პორტუგალიაში, ლისაბონში ეს მატჩი საქართველოს ნაკრებმა 34-9 მოიგო. მესამე რაუნდი საქართველოს რუსეთი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის
დინამო არენა 50,000 მაყურებელი და 36-10 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. შემდეგ ესპანეთში ურის ბოლოსინა ტური ესპანეთი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 24-17 და დღევანდელი წარმატებული ფინალი შესანიშნავი გამარჯვება და მოგებულია წლევანდელი სეზონის ყველა მთავარი ჯილდო. მორაგბეებმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელ სეზონში როგორც უკვე ვთქვი ყველა დავალება ჩინებულად შეასრულა. წინ მთელი სეზონია ეროვნული ჩემპიონატი, შემდეგ IRB-ის თასი, ჩვენი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლა, საშემოდგომო ტესტები და დღევანდელმა გამარჯვებამ იმის უფლებაც მოგვცა, რომ ირლანდიელებმა გამოთქვეს სურვილი ეთამაშათ დღევანდელი მატჩის გამარჯვებულთან და ტესტი შემოდგომაზე ირლანდიის ნაკრებთან უთუოდ გაიმართა. მე განმარტებდეს იგი გამოაცხადეს, რომ ეთამაშებით მეორე დონის ქვეყანაში, ევროპულში, ხო არ გამოვიწევდა ვინ. ოღონდ ნებისმიერ მედიის საშუალებას ეუნებოდნენ, რომ უნდა შევხვედროდნენ საქართველოს, დუბლინში ავივასე. ნინო გაბელიას, ჩემს კოლეგას, ჟურნალისტს უთმობ ახლა მიკროფონს. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ გამარჯვებას, ქართულ მორაგბეებს ულოცავ, რა თქმა უნდა, ამ წარმატებულ სერიას. დღევანდელი გამარჯვებით საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა 1,000 მოგებით დაასრულა და ასევე დატოვა საქართველოში ანთიმოს ივერიელის თასი. ჩემს გვერდით ბატონ გიანი ჟარაძე იმყოფება. ბატონ გია, თქვენც გილოცავთ და აი დღევანდელი თამაში რამდენად ყაყოფ, რა თქმა უნდა, ყაყოფილი ხართ და ზოგადად აი ამ თამაშებით, რომლებიც ამ სეზონზე ჩატარდა. ვერ ვაპარაკობ რა, ესე ვარ ბოდიში. გილოცავთ ყველას, გილოცავთ საქართველოს ულოცავ. უდიდესი მადლობა აი ამ ხალხს, რომელმაც გაავსოთ ეს სტადიონი და რომელთა კომაგობა იყო გადამწყვეტი ალბათ. ჩვენ ბიჭებზე ხოლ ლაპარაკი ზედმეტია. ძალიან ნერვიული თამაში იყო, ძალიან მაღალი ფასი იყო ამ თამაშის. შეიძლება ზოგჯერ ისეთი ლამაზი ვერ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი დადეს და უდიდესი გამარჯვება მოუპოვეს საქართველოს. თასი ავიღეთ, ანთიმოზევერიელის თასი ავიღეთ. იმ ქვეჯგუფში მოხვდით, რომელშიც გვინდოდა ირლანდიასთან თამაშის უფლება მოიპოვეთ წელს. ნუ მეტი რა უნდა ქნან ამ ბიჭებმა. ყოველთვის არ გამოსდით თამაში. შეიძლება ზოგი თამაში ნაკლები იყო, ზოგი მეტი იყო, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ იმ სანუკვარი მიზნისკენ და ეხა უკვე დავშვიდებით, დავწყნარდებით და ალბათ სრულიად თქვა იქნება. კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. უდიდესი მადლობა, ძალიან გვიყვარხართ ხალხო და რა ვიცი, დღეს თქვენც მოიგეთ, ნამდვილად. ბატონია, ეს გულშემატკივარი ალბათ დასტურიანის, რომ რაგბი ვითარდება და კიდევ უფრო პოპულარული ხდება ჩვენს ქვეყანაში. აუცილებლად და ჩვენ გვპირდებით, რომ ყველაფერს ვიზამთ. ყველაფერს აიმისოთ, რომ რაგმა მეტი წარმატებები მოიპოვოს. მე მინდა დიდი მადლობა წყალბურთელებს უთხრა, ამ გადასარევ ბიჭებს, მიულოცო მათ. ყველა სპორტის გამარჯვება გვეზეინოს საქართველოში, ყველას. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ჩვენ ვეცდებით ჩვენი მორაგბეები ჩართოთ პირდაპირ ეთერში. ახლა ისინი ამ წარმატებას გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავენ და ვეცდებით, რომ მოგვიანებით შემოგიერთდეთ. და ისევ ისინი თქვენს ეკრანზე დღევანდელი მატჩის გამარჯვებული საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და მათი მოთამაშეები საპატიო წრე სტადიონის ირგვლივ, ფეხზე ამდგარი გულშემატკივარი. პრაქტიკულად არავის დაუტოვებია, ჯერ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი აქ ვაკეში, ფეხზე დგას მაყურებელი და ტაშით ესალმება საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. დიახ, ზეიმი დიდი სარაგბო დღესასწაული დღეს ნამდვილად შედგა. აი ასე მიემართებიან ჩვენი ბიჭები გასახდელისაკენ. ტაშით აცილებს მას მადლიერი მაყურებელი. არაერთხელ მithქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ მცირე რიცხოვანი ერი ვართ და თითოეული აი ასეთი გამარჯვება უდიდეს რეზონანსს იწვევს. დიახ, სიხარული ჩვენ გჭირდება და მორაგბეებმა დღეს ეს სიხარული აჩუქეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებულ გულშემატკივრებს, მილიონობით ტელემაყურებელს
და ასევე სიხარული რადიო მსმენელებს. აუცილებლად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მიმდინარეობდა მთელს მსოფლიოზე IRB-ის რაგბის საერთაშორისო საბჭოს საიტით. ნახოთ ახლა ნინო გაბელია, ჩემი კოლეგა, ალბათ შემოგთავაზებს კიდევ ერთ ინტერვიუს. გიორგი ნიჟარაძე, რაშა ხურციძე, მერაბ აბდუშელიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, კავშირის თანამშრომლები, თითოეული მათგანი, ასე ვთქვათ, უხილავი ფრონტის მუშაკები, რომლებიც თავდადებული შრომით ყველაფერს აკეთებენ საიმისო, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, სხვა ნაკრებ გუნდებს, 11 ნაკრები გუნდი ყავს საქართველოს რაგბიში და რა თქმა უნდა ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს. კიდევ ერთხელ ვუხავ ჩვენს მორაგბეებს ამ წარმატებას მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე იმყოფებიან ჩვენს გვერდით ბიჭებო, გილოცავთ ამ ძალიან დიდ წარმატებას და ყოველთვის მნიშვნელოვანია რუმინეთთან თამაში და დღესაც როგორც ყოველთვის იყო დაძაბული შეხვედრა. მოიგეთ 1-1000 ანსიმოს ივერიალის თასი და დავტოვეთ საქართველოში და ნუ მსოფლიოს ჩემპიონატზე სასურველ ჯგუფში მოხვდით. ზოგადად აი ამ ციკლს მამუკა შენ როგორ შეაფასე და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს წარმატება? პირველ რიგში დიდი მადლობა ულოცავს სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას, მსოფლიოზე გასვლას მესამეჯერ. ძალიან რთული თამაში იყო, მთელი კვირა ვერ გავიარეთ, კარგად მომზადება, ცოტა არეული იყო გუნდი, მაგრამ ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია ნაკრებმა, დაალაგებული, რასაც ხოდნენ სისტემები ისე, მოგებაც იყო და თან იმ სისტემაში ვიჯექით, რაც თნელებაც გთხოვეს. ეხა უკვე დაიწყება მომზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. წარმატებას გისურვებ შენ, გიორგი, შენ რა სიტყვი ამ წარმატებულ თამაშებზე და იმ სასურველ ჯგუფზე, სადაც მოხვდა საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე. მე პირველ რიგში მიულოცავ ჩვენ ქვეყანას ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას. ძალიან მოხარულები ვართ და რა ვიცი, წინსვლა იქნება კიდევ და თუ ხალხი გვერდზე დაგვიდგება, რა ვიცი, უღრმესი მადლობა რა. კიდევ ერთხელ გილოცავ, მე კიდევ ერთხელ ულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ წარმატებას და უკვე წარმატებებს უსურვებ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე მესამე დიასპარეზებს. დიდი მადლობა ნინო გაბელიას, ჩვენს დავამთავროთ ჩვენი პირდაპირი რეპორტაჟი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან. კიდევ ერთხელ შევუერთდეთ ამ მილოცვას ყველა. მადლობა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. დღევანდელი რეპორტაჟის რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი, კომენტატორები ზაალ გიგინეიშვილი და თემურ ჯაფარიძე. მადლობას გიხდით ყურადღებისათვისა და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.